მკვლელობისათვის მსჯავრდებული მამუკა ტოლიაშვილი პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს ადვოკატ გოგაონიანს პირად ანგარიშ სწორებაში ადანაშაულებს. პატიმარი აცხადებს, რომ საქმეში, რომლის საფუძველზეც მას 35 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მტკიცებულებები და ფაქტები სწორედ გოგაონიანის მითითებით გაყალბდა. Unijama piradi ანგარიშის სწორების მიზეზად არ ჩადენილი დანაშაული დამაბრალა და უკანონოდ დამაკავა. უკანონობის დაკავების მიზეზი და მიზანი იყო ის, რომ იგი მაიძულებდა ადამიანებისთვის დამებრალებინა ის, რაც ბუნებაში არ მომხდარა. შესაძლოა არაერთი მტკიცებულებები რო არ გაჩნდა, მე იმის მტკიცებულებები გამინადგურეს, რითაც ჩემი ჩვენების სიცოცხლე დასრულდებოდა იმ დღიდანვე. ასევე ცეცხლსასროლი იარაღი დაკარგეს, გამოძიება მიცოდა და ამ გამოძიებას ხაზები და ონიანის ხელმძღვანელობდა. ეს პირადი ანგარიშის სწორების მიზანი წამოვიდა იქიდან, რომ მან განყოფილებაში, როცა დოვლისის განყოფილებაში დამემუქრა იგი არანაირი საშუალება არ ჰქონდა, მაგას მე რო გამსწორებოდა. ჩაუვარდა ხელში შემთხვევით ეს ფაქტი და შემთხვევით გამოიყენა, უბრალოდ ჩერცინააღმდეგ გამოიყენა ეს აბსურდული დამანგრეველი ვერსია ჩემთვის. გოგაონიანის მხრიდან მუქარასა და ზეწოლაზე საუბრობს პატიმრის ძმაც. თემურ ტოლიაშვილი ამბობს, რომ პირადად შეესწრო ფაქტს, როგორ აიძულებდა საბურთალოს რაიონის პოლიციის მაშინდელი უფროსი მის ძმას სასურველი ჩვენების მიცემას. გიორგი ონიანი მუშაობდა მაგ დროს ვაკე საბურთალოს საგამოძიებოს უფროსი იყო. მაგის მეგობარი გიორგი გია დონაძე ბავშვების მეგობარი იყო და შევესწარი ამ ფაქტს, რომ ესე იგი ჩემ ძმაზე იყო ზეწოლა განხორციელებული, რომ ბინათორა დაადეო ხელიო იქონსო სპორტის სასახლესთან ცხოვრობ რამინაშვილი დათოს, რომ მაგან წაართვა იარაღი. რაზეც ჩემ ძმამ უარი უთხრა, რომ ამაზე ონიანს ძალიან ცუდად მიიღო ეს ყველაფერი და რევოლუცია მე მოვახდინეო. ზეწოლები რევოლუცია მე მოვახდინე და როგორ მიბედავდა დაწერა ბინათორა, რომ ამან დაადო ხელი, რაზეც ადეკვატური პასუხი მიიღო, რომ როგორ უნდა დავწერო, რაც იყო სიმართლე, რომ ამას არ წაურთმევდა ჯგუფურად არ იყო და განზრახული არ იყო წინასწარ. მაგას უგაგიჟდა და ციხეში ამოგალყოფო, ჩემ ძმას უთხრა, ამ საქმეს ესე არ დავტოვო. მამუკა ტოლიაშვილი პოლიციაში პირველად საშჯელსრულების საბადრაგო სამსახურის მაშინდელი უფროსის გია დონაძისათვის იარაღის წართმევის ფაქტზე მოწმის სტატუსით დაიბარეს. მოგვიანებით ეჭვმიტანილად ცნეს, თუმცა მტკიცებულებების არარსებობის გამო ბრალი აღარ წარუდგენიათ. დონაძესთან დაკავშირებული ინციდენტიდან ერთ თვეში ტოლიაშვილი ალექსიძის ქუჩაზე მომხდარი პაატა ხერგიანის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ამის შემდეგ მკვლელობის საქმეს დონაძის ეპიზოდიც დაემატა. სასამართლო მამუკა ტოლიაშვილს 35 წელი მიუსაჯა. მსჯავრდებულის დამცველის განმარტებით ალექსიძის ქუჩაზე ინციდენტში ტოლიაშვილი მართლაც მონაწილეობდა, თუმცა პაატა ხერგიანი მას არ მოუკლავს. ადვოკატი საქმის გაყალბებაზე და საქმიდან მტკიცებულებების გაქრობაზე საუბრობს. მკვლელობების განყოფილების უფროსი იყო გიორგი ონიანი. ჩემი აზრით, სავარაუდოდ ეს ტრობა, ასე ვთქვათ, პირობითად დავარქვათ ტრობა, ჩარჩენილი ჰქონდა გიორგი ონიანის გულში, რომ მან მის ყოფილ თანამშრომელს თითქოს და ტოლიაშვილმა რაღაცა ზიანი მიაყენა და ასე შემდეგ. და მთელმა განყოფილებამ იმუშავა იმისათვის, რომ ყველა მტკიცებულება მომსპარიყო. გოგაონიანი ბრალდებას უარყოფს. ტოლიაშვილის და მისი ადვოკატის განცხადებებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. ყოფილი პოლიციელი ამტკიცებს, რომ მას პროკურორებზე, გამომძიებლებზე და მოსამართლეებზე გავლენის მოხდენა არ შეეძლო. მე ამას მაგალითად პოლიტიკურ ზეწოლა დავიქვამ, იქიდან გამომდინარე, რომ პროკურატურა თუ რეალურად ჩაიხედებოდა და ცალსახად ნახავდა, რომ აქ კანონდარღვევას შეუძლებელია, რომ ადგილი ქონდეს და მით უმეტეს აბსოლუტურად გამორიცხულია, რომ გოგაონიანისგან ქონდეს ამ კანონდარღვევას ადგილი. არასამთავრობოები პროკურატურას მოუწოდებენ ტოლიაშვილის საქმით დაინტერესდეს. უფლებადამცავთა გაერთიანების თავმჯდომარე ამბობს, რომ ონიანის გარდა საქმეში გამომძიებლების და პროკურორების გადაცდომებიც იკვეთება. ჩვენ არ გვინდა რომ უდანაშაულობის პრეზუმპცია დავაღვიოთ, ეხლა ხელით დავადოთ ადამიანს სანამ გარკვეულწილად გამოძიება არ გამოკვეთს, მაგრამ ნიშნები ამზე, რაც მე ამ ეტაპზე შემიძლია ვთქვა, ეს არის, რომ რეალურად ნიშნები იმისა, რომ რეალურად გაყალბებები მოხდა და ხელმძღვანელობის მხრიდან ზეწოლა მოხდა გამოძიებაზე ნამდვილად არსებობს და